სამყარო, კეთილი მეზღაპრისგან. გამარჯობა ბავშვებო, სალი სამყარო მოგესალმებათ. დღეს ჩვენ შევისწავლით სხვადასხვა რაღაცებს, მაგალითად დღეს, ღამეს, დათვლას, შევისწავლით ფორმებს. კიდე რა ვისწავლოთ? კიდევ შეგვიძლია ვისწავლოთ კვირები, თვეები, წელიწადის დროები, 1000 რაღაც გველის ერთად, რასაც ნელ-ნელა დავიწყებთ. ეხლა კი დავიწყოთ. მოდით დავიწყოთ დათვლით. აბა თქვენც ჩემთან ერთად დაიწყეთ დათვლა. აბა რამდენია? 1 მართალია. 2 ყოჩა. 3 ძალიან კარგები ხართ. ყოჩა, ეგრე განაგრძეთ. 4 მართალი ხარ. აბა აქეთკენ გადმოვინაცვლოთ. 5 ყოჩა. 6 ძალიან კარგია. აბა ხელში რა მექნება? 7 ყოჩა ბავშვებო. აბა აქეთა ხელში. 8 მაგარია. 9 და 9-ის მერე რა მოდის? 10 ყოჩა. ძალიან კარგები ხართ. ეხლა ოდნავ სწრაფად დავთვალოთ. აბა მოვემზადოთ. 1 2 3 4 5 ეს რამდენია? 6 ყოჩა. 7 8 9 და 10. ძალიან კარგი ბავშვები. მოდით ეხლა ვისწავლოთ ფერები. დავიწყოთ სხვადასხვა ფერით. აბა რითი დავიწყოთ, რა გინდათ? წითელი. აი ეს ფერი. რა გვაქვს წითელი? ჩემი მაისური. კი ბატონო, კიდევ რა გვაქვს წითელი? აბა ეს რა არის? მარწყვი, მართალია. აბა ეს რა არის? ვარდი, მართალი ხარ. კიდე ცეცხლმაქრი. წითელია, დიახ. ჩვენი სისხლი რაც შიგნით გვაქვს, ეგეც წითელია ბავშვებო და რითიც ძალიან გვიყვარს ჩვენი მეგობრები, მშობლები, ნათესავები, მაგას რა ქვია? ტუკ ესე რო იძახის, ჰა? გული, ყოჩა, წითელი ფერიც გავიგეთ. აბა კიდევ რა ფერები ვიცით? ეს რა ფერია? ნარინჯისფერი. ყოჩა ბავშვებო, ნარინჯისფერი რა გვაქვს აბა? ეს რა არის? გოგრა. მართალია, გოგრა ნარინჯისფერია. კიდე ბაჭიას რო უყვარს და რომ დახტის და სკუპ 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 მერე რომ მიირთმევს გემრიელად, რა არის? სტაფილო. მართალია. კიდევ რა გვაქვს? ესე რომ მოშობენ და კალათში რომ მაგდებენ? კალათბურთის ბურთი. ნამდვილად ეგეც ნარინჯისფერია. კიდევ რა არის? კიდევ ბევრი რამეა, ხო? რა თქმა უნდა. კიდევ არის ბავშვებო რა ფერი? ყვითელი. აბა დავფიქრდეთ, რა არის ყვითელი? ზემოდან რომ გვანათებს და ძალიან რომ გვათბობს, მაგის გარეშე გარეთ რომ ცოტათი ცივა. აი აქ გამოვა ეხლა რა? მზე. მართალი ხარ. კიდევ რა გვაქვს ყვითელი? თაგუნიას უყვარს ხოლმე ესე მიირთმევს ხოლმე, დიდია ცოტა. ყველი. ყოჩა, ესეც ჩვენი ყველი. კიდევ რა არის? პურზე რომ გვიყვარს ხოლმე რომ გადავუსვათ. კარაკი. ნამდვილად კარაკიც ყვითელი არის. ყოჩა ბავშვებო. კიდევ მაგალითად აი მჟავე რო არის ცოტა რა არის და ესეთი მრგვალი, აი ამ ხელა, აი.
ლიმონი, ვინმე უყვარს ლიმონი? შენ გიყვარს? ან შენ? კი, ძალიან კარგი. არა უშავს, ვისაც არ უყვარს, მერე გასინჯავთ კიდევ შეიძლება შეგიყვარდეთ. აბა კიდევ რა არის ყვითელი? აი ესეთი გრძელი ტარო რო არის და ბევრი მარცვლები რო აქვს. ესე რო ვჭამთ. სიმინდი ნამდვილად ეგეც ყვითელია. აბა შემდეგ გადავიდეთ ჩვენ მწვანეზე. აბა რა გვაქვს მწვანე? ძირს რო არის მდელოზე, გადამწვანებული რო არის ხოლმე მდელო. ბალახი, ყოჩახ, ბავშვებო, ძალიან კარგები ხართ. ამდენი რამე სად ისწავლეთ? აბა კიდე რა არის მწვანე, ესე რომ დახტის. ბაყაყი, ყოჩახ. ესეც ჩვენი ბაყაყი. კიდევ ზაფხულობით ხეზე რომ არის, იმიტომ რომ ხეზე ფერები სხვადასხვა არის სეზონის მიხედვით, მაგრამ აი ზაფხულში ხეზე ფოთლები რა ფერია? მწვანე, ყოჩახ, ესეც ჩვენი მწვანე, ესეც ჩვენი ფოთოლი. ყოჩახ, ბავშვებო, კიდევ აბა ეს თუ იცით, ხეებზეც რომ დაცოცავთ, ძირსაც არ უდაბნოში შეგხვდებათ. ხზე იწყება ხვლი, ხვლეკი, ყოჩახ, ეგეც მწვანეა. ყოჩახ, ბავშვებო, თქვენ ძალიან კარგად პასუხობთ ყველაფერს. აბა კიდევ რა ფერები გვაქვს? აი მაგალითად, ცა რა ფერია? ლურჯი, ყოჩახ, ძალიან კარგები ხართ ბავშვებო. კიდევ აი ძალიან დიდი წყალი რო არის, ბევრი რო არის, ზღვაზე უფრო დიდი რომ არის. ოკეანე, ყოჩახ, ბავშვებო, ეგეც ლურჯი არის. კიდევ რა არის? ეგ საიდან იცით? ვეშაპი? ნამდვილად ვეშაპიც ლურჯია. კიდევ აბა რა ხდება? აი, რო გვიყვარს ხოლმე, რომ თითქმის ყველა საცივე სახლში შარვალი არის და ლურჯი ფერი, რა არის ეგ? ჯინსები, მართალი ხარ? აბა კიდევ ბავშვებო, ახალი ფერი. ეს რა ფერია? შავი, ძალიან კარგი. რა არის შავი? ღამით რომ დაფრინავს, დღისით რომ სძინავს. ყირამალა კიდია და ეგრე ისვენებს. აი, ყოჩახ, ეს არის ღამურა, მართალი ხარ? აბა კიდევ რა არის შავი? ესე რომ ვატარებთ ხოლმე და მერე რაღაცა რო ტრიალებს. რა? საბურავი, მართალი ხარ? იგივე ბორბალი, ეგეც შავია. ყოჩახ, კიდევ რო დაფრინავს ესე და რა არის შავი? ბუზი, ყოჩახ, ეგეც გწოდნიათ. კიდევ არსებობენ ესე იძახს, ოღონდ ბევრი ფერია და შავი ფერი არსებობს. ძროხა, კი და შავი ფერიც არსებობს, მართლები ხართ. ძალიან კარგი ბავშვები ხართ თქვენ. აბა კიდევ რა? თეთრი ფერი. თეთრი ფერი, აბა რა არის თეთრი? ზემოთ რომ მოვა ხოლმე და მზეს მოეფარება. ღრუბელი, ყოჩახ, ძალიან კარგია. კიდევ რაღაცაზე რომ წერთ ხოლმე, ბაღში რომ ხატავთ, ან სკოლაში რომ წერთ, რა არის ის თეთრი? ფურცელი, ძალიან კარგია. კიდევ აბარები გვაქვს თეთრი. ძროხა რას იწვალება ბავშვებო? რძეს, ყოჩახ, რძეც თეთრია. ზამთარში ციდან რომ ცვივა. აი, აქაც ჩამოცვივდა. რა ქვია ამას თეთრი რომ არის? ფიფქები, ნამდვილად ფიფქებიც თეთრია. ყოჩახ, კიდე მე რო იძახის, ეგ სხვადასხვა ფერია ეგეც. მაგრამ ესეთი თეთრი ფერი არსებობს? კი, არსებობს თეთრიც. ყოჩახ, ბავშვებო, თქვენ რა კარგად აკეთებთ ყველაფერს?
რა კარგად მპასუხობთ ყველაფერზე. აბა კიდევ რა ფერები ვიცით? დაფიქრდით. ვარდისფერი იცით? აი, ესეც ვარდისფერი. აბა ვარდისფერი. რა არის ვარდისფერი? ესე რო იძახის. ყოჩა, გოჭი. აი, ვარდისფერი გოჭი. კიდევ რა არის ვარდისფერი? იცით როგორი? აი ესე ჯოხზე რომ ესე მოეცმევა და ბევრი შეგროვდა და ესე რო შევჭამ, თქო თუ მალე არ შეჭამე რომ გადნება. ბამბის ნაყინი, ყოჩა, ეს ჩვენი ბამბის ნაყინი. კიდე ფრინველი არის, რომელიც ძალიან მაღალ ფეხებზე და სულ ვარდისფერია. რა ქვია ამას? ფლამინგო, ყოჩა, ბავშვებო, რამდენი რაღაც გწოდნიათ თქვენ? აბა ეხლა თქვენ თუ იცით? ყავისფერი ფერი. ჩემი თმები მაგალითად ყავისფერია. აი, ყავისფერი. კიდევ რა არის ყავისფერი? ეს რა არის? ხე, ყოჩა, ხე ნამდვილად ყავისფერია. კიდევ რა არის ყავისფერი? ესე რომ დახტის და დარბის და ძალიან ლამაზია. ცხენი, მართალი ხარ, ცხენიც არის, გეთანხმებით, ცხენიც არის სხვადასხვა ფერი, მაგრამ ყავისფერიც ხომ არის. აი, მაგალითად ეს ჩემი ცხენი. კიდევ რა არის წინაზე რომ თქვით, მუს რომ იძახის, ეგეც ხომ არის სხვადასხვა ფერი. და რა ფერია? ეს ძროხა? ყავისფერი, ძალიან კარგი ბავშვებო, თქვენ ძალიან კარგად მპასუხობთ ყველაფერზე. ყველაფერი გწოდნიათ. აბა მე რაღა უნდა გასწავლოთ? მოდით, აბა მაშინ ახლა უბრალოდ ერთად გავიმეოროთ ყველაფერი. კარგით, რა ფერებიც ვისწავლეთ. დავიწყოთ, აბა. ეს რა ფერია? წითელი, ყოჩა. ეს რა ფერია? ნარინჯისფერი, ყოჩა. ეს რა ფერია? ყვითელი, ყოჩა. ეს რა ფერია? წვანე, ყოჩა. ეს რა ფერია? ლურჯი, ძალიან კარგი. ეს? შავი, ყოჩა, ბავშვებო. ეს? თეთრი, ნამდვილად. ეს? ვარდისფერი. და ბოლოს რა ფერი ვისწავლეთ? ყავისფერი, ძალიან კარგი ბავშვები ხართ. კიდე ვიცით ჩვენ რა ფერები გვაქვს? ნაცრისფერი, ეგ გახსოვდათ? აბა მოიფიქრეთ ნაცრისფერი ფერი, აი ესეთი ფერი. რა შეიძლება იყოს? სახლებსაც აშენებენ ხოლმე, ზოგჯერ ღობებს, ზოგჯერ კლდიდან ცვივა. ქვა, ყოჩა, ბავშვებო. ქვა, კიდევ ნაცრისფერი რა არის? ყველი რო უყვარს და სახლში დაძვრება ხოლმე, ზოგჯერ ქუჩაში დაძვრება, ზოგჯერ მინდვრის არის. თაგუნია, კი, ესეც თაგუნია, ნაცრისფერი თაგუნია. კიდევ რა არის ნაცრისფერი? ძალიან დიდია და ძალიან გრძელი ხორთუმი აქვს. უი, ხორთუმი თქვი უკვე ხომ მიხვდებოდით ისედაც. მართალი ხართ ბავშვებო. სპილო არის ნაცრისფერი და სპილოს აქვს მარტო ხორთუმი, აბა სხვას თაგუნიას ხორთუმი ხომ ვერ ექნება? აბა კიდე რა ვიცით ნაცრისფერი? გადავიდეთ შემდეგ ფერზე? კარგით, აბა მოდით ნახოთ, აბა ჩვენ თუ ვიცით, აი ეს რა ფერია? იასამნისფერი. კი ბატონო, რა არის იასამნისფერი? ხილი არის და გვიყვარს, რომ გავხსნით, შიგნით ერთი კურკაც აქვს. აი ეს. ქლიავი, ყოჩა, ვის უყვარს ქლიავი? მეც ძალიან მიყვარს ქლიავი, სიმართლე რომ გითხრათ. კიდევ რა არის? აი ესე რო არის ვაზზე რომ იზრდება და მტევნებად რომ კიდია, ზემოდან ბევრი ლებანი აქვს. ამას რა ქვია? ყურძენი, ყოჩა, ბავშვებო. ძალიან კარგები ხართ. ესე იგი, ჩვენ ვისწავლეთ დათვლა და ვისწავლეთ ფერები. აბა გავიმეოროთ. 1, 2, 3, 4,
5, 6, 7, 8, 9, 10. ყოჩაღ, ძალიან კარგები ხართ. აბა ფერებიც გავიმეოროთ, დავიწყოთ უკნიდან. დავიწყეთ. იასამნისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ვარდისფერი, თეთრი, შავი, ლურჯი, წვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი. ყოჩაღ, ბავშვებო, თქვენ უკვე ფერებიც იცით და თქვენ უკვე დათვლაც იცით ათამდე. შემდეგში უკვე სხვა რაღაცები ვისწავლოთ. აბა სალი გემშვიდობება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სალის სამყაროში და ერთად შევისწავლოთ ბევრი რამ. კარგად!